Tamam. კარგი, ძალიან ძლიერი ხარ, ჰალელ იბრაჰიმ. აშკარაა, დედემმა კარგად მოგიარა. Öyle sağ ol. ხო, მისი მადლობელი ვარ. ექიმო, ხომ უნდა დაისვენოს? ბევრი არია, რომ თავს გაუფრთხილდეს. მისთვის ხომ ეს უნდა გეთქვათ? Eğer dinleyecekse söyleyeyim. თუ დამიჯერებს ვეტყვი, Sensiz bir უშინო დარწავალ. Tamam mı olsun? სხვა რა გინდა? Nereye götüreyim seni? სად წაგიყვანო? ჩვენები რესტორანში გველოდებიან. მე რამე მოვიფიქროთ, კარგი? Peki. კარგი, როგორც იტყვი. უკეთ ხარ? İyiyim iyiyim. Gayet iyiyim. კი, ბევრად უკეთ ვარ. Zeynep, ზეინებ, seninle აგრას აკეთებ. babama vurulmuş. მამა ჩემს ესროლებს. Kim? ვინ? Nasıl? როგორ? Ne რას ამბობს ზეინებ? არ ვიცი, დიდემ. ამზესთან ერთად მანქანით მიდიოდა და სროლა ატყდა. როგორ მდგომარეობაშია? Ağırmış. ახლა უკეთ არის. Fikret'in haberi var mı? ფიქრეთ მამის შესახებ იცის? ხო, Onlar haber მათ verdi. შემატყობინეს. Annenin საოპერაციოსთან არიან. ben doktor ნაცნობ ექიმს მინდა დაველაპარაკო. Yıldırım diye buradayım. გამომართვე. Evden çıktık. სახლიდან გავედით. Gidiyorduk. ოფისში მივდიოდით. Benzine geçtiğimiz ბენზინ გასამართ სადგურზე შევჩერდით და უცებ სრული ხმა გავიგონე. kadar Rızvan Bey. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. Sonra რიზვან ბეი გადამეფარა. peş peşe მე ერთმანეთის მიყოლებით ისროლეს. sesler როცა ყველაფერი მიწყნარდა, Ben Rızvan რიზვანს დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. კარგი, გამზე დამშვიდდი, კარგი? Gamze, Gamze, დამშვიდდი. Sakin ol. დამშვიდდი. Sakin. belki ის რომ არ გადამფარებოდა, ben de bebeklerimle ვინიცის მე და ჩემი შვილები ახლა Gamze, გამზე. Gamze bana bak. გამზე შემომხედე. დამშვიდი გამზე გესმის? შემომხედე. Tanıdık bir კარგად დაფიქრდი, ნაცნობი სახე ხომ არ შეგინიშნავს. არა არ დამინახავს. ben hiç kimseyi görmedim. არავინ დამინახავს. Peki Rızvan მამა რიзвანს ბოლო დროს შენთვის რამე ხომ არ უთქვამს? ne bileyim. ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა ან რამე ამის მსგავსი? ამას ხომ პოლიციაც გითხავს იავუს. Şu an baba ახლა მნიშვნელოვანი მამა ჩემი სიცოცხლეა თუ ეს ვინ ჩაიდინა? კარგი, მართალი ხარ. Gamze tamam. კარგი, გამზე დამშვიდდი, გთხოვ. Daha hiç. გთხოვ.
Görünen o ki... როგორც ჩანს ერთი წერტილიდან ისროლეს მეთაურო. Yani öyle... ჯვარედინს სროლას ადგილი არ ქონია. Benim საინტერესოა გამზეს მხრიდან რატომ ისროლეს. anasının olduğu taraf. სამიზნე ხომ მისი ცოლი არ ყოფილა რა? Ha, ne იქნება რიცოდნენ რომ მის გვერდით იყო მეთაურო. Bilmiyorlardı komutanı. ისედაც ორსული ქალისთვის ვის უნდა ესროლა? Lan rahat. რა, ცოტა ავადმყოფია? Sapık mı yok? Haklısınız komutanım. ხო, მართალი ხართ მეთაურო. Ama ამ ნაწილში სათვალთვალო კამერები არ აყენია. herhangi bir... ფიქრობ ეს ადგილი სპეციალურად არის შერჩეული, ალბათ წინასწარ იცოდნენ რომ რიзвან ლეტო აქ ჩაივლიდა. Buradan geçeceği daha önceden biliniyor olması lazım. Bak ისევ რიзвან ლეტოზე ლაპარაკობს. karısının olduğu მათ ცოლის მხარეს ისროლეს. Sen şimdi bir წადი და გამზე ჰანიმს დაელაპარაკე, გაიგე, საიდან მოდიოდნენ, სად მიდიოდნენ. ამის შესახებ ვინ იცოდა? კარგი? როგორც მიბრძანებთ მეთაურო? Tam her şey... გვეგონა ყველაფერი დაამთავრდა. Halil İbrahim. ეს არის საქმე ჰალილ იბრაჰიმ. შენ არ გისვრია ძმა, ფიქრეც არ უსვრია. მამა რიзвანს ვინ ესროლა? Baban... ფიქრეთ, მამა შენი დიდად არ უყვარდათ, მაბათია, მაგრამ როცა გვერდით ორსული მეუღლე უზის, ეს ნორმალური არ არის. Değil tabii. ჰა, öyle. Gamze nerede? გამზე სად არის? Odaya aldılar. პალატაში შეიყვანეს. Şok halinde. შოკში იყო. Ameliyathaneden საოპერაციოს ვერ შორდებოდა. istemedi. Allah'tan bebekleri პალატაში bana ბავშვების verdiler, გამო odaya დააწვინეს. aldılar. Bu arada ხო მართლა, siz kimden მამაზე öğrendiniz ვისგან babamın გაიგეთ? olduğunda böyle ყველაზე ადრე რომ herkes მოხვედით. Biz Halil İbrahim'in ხალილ kontrolü იბრაჰიმს vardı, ექიმთან onun ვიზიტი için ჰქონდა. geldik. ზეინები ვნახე და Karşılaştık, ის მისგან ama შევიტყვეთ. Nasıl? როგორ? İyi miymiş? ხალილ იბრაჰიმი კარგად არის. İyi. ხო, Her şey ყველაფერი yolunda. კარგადაა. Doktor biraz ექიმი dinlenmen ამბობს, რომ მას gerekiyor. დასვენება სჭირდება. Sen de მაგრამ შენც ხომ იცი რა ჯიუტია? inatçı biri, არ laf მიჯერებს. dinlemiyor. Bilmez. როგორ არ ვიცი. Fikret. ფიქრეთ, დედა, Oğlum. შვილო, Nasıl baba? მამა შენი როგორ არის? Çok iyi. არც ისე კარგად. გვითხრეს რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. Karısı olacak. მისი ცოლით საოპერაციოშია? Yok ne? არა დედანედიმე, მას არაფერი მოსვლია. მამა გადაეფარა. ყველა ტყვია მას მოხვდა. Öyle mi? მართლა? Ah Rızvan'a. რიзвან. Seni burada ilk შენს აქ ნახოს არ ველოდი, ხალილ იბრაჰიმ. რიзвან ლეტო არ გიყვარდა. ალბათ ფიქრეთს თანაუგრძნობ. გმადლობ. Öyle. ასეა. Sağ ol, sağ ol. გმადლობ. Ben bir kızların გოგონებთან დავჯდები. დავბრძანდით. Hepiniz buradasınız. ყველანი აქ ხართ. Babanın canını როგორ არის ის ქალი, რომელიც მამა შენმა გადაარჩინა? Durumuna bakmak için პალატაში დააწვინეს. დააკვირდებიან. abinler durumu iyi. შენმა ძმამ თქვა, რომ კარგად არის. İyi mi diye bakacaklar. შეამოწმებენ, კარგად არის თუ არა დედა. Artık
გამზე სულ გაგიჟებულა. ეს როგორ გააკეთა? დედა ღვთის გულისთვის აქ მაინც ნუ შექმნი პრობლემას. ხო, კარგი. აქ ამისთვის არ მოვსულ ვარ. იმედი ერისვენი მალე გამოჯანმრთელდება და სიმართლეს გაიგებს. წეღან ხალილ იბრაჰიმს ვუთხარი თუ რა კარგი მეგობარია. იმედია? ზეინებს მეგობრობას შენც გაუწევ. მიუხედავად მომხდარისა, მის გვერდით დგახარ. ხოჩა. მე და ზეინებს პრობლემა არ გვაქვს. ნედი მეხანიმ. ასე არ არის ზეინებ? შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს დიდემ. ახალი თაობის არ მესმის. რაც უნდა იყოს, ჩვენ წინა საუკუნის ხალხი ვართ. როცა რიзвანი გამშორდა და ამ ქალზე, გამზეზე დაქორწინდა, მოსვენება დავკარგე. ის ქალი საერთოდ არ მომეწონა. საერთოდ. დედა, ამ შემთხვევაში ქორწინებაზე არ არის საუბარი. ასე არ არის დიდემ? ხო, ჯერჯერობით. მაგრამ რომც იყოს არ ამგონია ეს პრობლემა იყოს. ასე არ არის ზეინებ? ექიმი მოდის თქვენთან დალაპარაკება სურს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მaalesef Rızvan Neto'yu რიзвან ლეტო დავკარგეთ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. კარგი. წამოდი. Tamam. კარგი. კარგი. კარგი ლევა. დამშვიდე. კარგი. Anne gel. კარგი, დედა წავიდეთ. მარტო დაგტოვებთ. ვიზიარებ. Başını sağ ol. ვიზიარებ. მადლობა. ძალიან მწუხვარ. გამზეჰანემ, ჩვენთვის ცნობილია, რომ მამა თქვენი და თქვენი ოჯახი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. ამის გამო არც გნახულობენ. მათი მხრიდან მუქარას ადგილი ხომ არ ჰქონდა. თქვენ ჩემს ოჯახზე საუბრობთ, მეთაურო. შესაძლოა ერთმანეთს არ ვნახულობდით.
ერთმანეთთან არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ის ჩემი ოჯახია. Benim olduğum arabaya თუ თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხს ეძებთ, არასწორ ადგილას ხართ. benim değil. Rızvan ის ჩემი ოჯახის ბრალი კი არა, რიზვან ბეის ოჯახის ბრალია. evli istemedi. ამ ქორწინების წინააღმდეგი ისინი იყვნენ. რამდენად კარგად აგიხსენით არ ვიცი. Sağ mısın? შეიძლება შემოვიდე. Gel Ayşe. შემოდი აიშე. რა მოხდა? არის სიახლე? Çıkmış bunu. რიზვანის ოპერაცია დასრულდა? Maalesef. სამწუხაროდ, Rızvan მამა რიზვანი დავკარგეთ. რა? ძალიან წოხარ. გმადლობთ. წავიდეთ. görüyorsun değil mi? ხედავ აიშე. Kocam babası. შენმა ქმარმა მამა მოკლა. Fikret ფიქრეთი ჩემი ქმარი აღარ არის გამზე. ეს მან ჩაიდინა თუ არა? babasını öldürdü mü? მამა მან მოკლა თუ არა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, დაუსჯელი არ დარჩება. მნიშვნელობა არ აქვს რიზვან ლეტო ვინ მოკლა. ღმერთმა გაახაროს, ვინც ეს გააკეთა. სემა, გარდაცვლილი ზეინების მამაა. ასეთი მამის ყოლას საერთოდ არ ყოლაჯობს. აქ რომ იყოს პირში ვეტყოდი. ვეტყოდი რომ ნერვიულობა დარღირს, რომ რიზვან ლეტო უნდა მომკვდარიყო. ჩემი ცოლივით პირდაპირ უნდა იყო. ჰალილ იბრაჰიმ, ხედავ? ძალიან შეიცვალე. არა, ადრეც ასეთი იყავი, მაგრამ დაქორწინების მერე შენგან კვალიც აღარ დარჩა. გიყურებ და სემას ხედავ. სემას. რამე პრეტენზია გაქვს ოსმან? შენთან არანაირი სემა. Haklısın. მართალი ხარ სემა, მაგრამ ზეინებმა და ლეილამ ძალიან განიცადეს. Ölen de babaları. ის ხომ მათი მამაა. Teselli etseydiniz Didem. დაგემშვიდობინა დიდემ. ჰალილ იბრაჰიმი ზეინებს როგორც კი ჩაეხუდა, მისი ტკივილი მაშინვე მინელდა. სემა ხელში ისევ ავტომატი გიჭირავს და ყველას ესვრი. ალიჯანი ამბობს, რომ ეს გოგოს მხარემ ჩაიდინა. ის ამბობს, რომ მათი სამიზნე გამზე იყო და არა რიზვან ლეტო. ეს რომ გამზეს მამა ისკანდერი ყოფილიყო, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა. გამზე ორსულად არის, ასე არ მოიქცეოდა. რიზვანი ბავშვის დაბადების მერე რომ მოეკლათ, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ ისინი იქნებოდნენ. და შენი აზრით ეს ვინ ჩაიდინა? ყველაზე მეტად ეს ვისაწყობდა. თუ ასეა, ეს ფიქრეთ ჩაუდენია, ოჯახის უფროსი ახლა ის გახდება. ეს რომ ფიქრეთი ყოფილიყო, მაშინ მოკლავდა, როცა აქ მახე დაგვიგეს. კეთილი იყოს, დავით. Hoş geldin. კეთილი იყო შენი მოსვლა ბიძია. მადლობთ. ხმები დადის იმის შესახებ, თუ ამის უკან ვინ დგას, მაგრამ ვინ დგას? კიკოების ოჯახი. გიგოების ოჯახი ვინ არიან? სერიული მკვლელების ოჯახია, შვილო. შენ მათ არ იცნობ. იმდენად სასტიკი ხალხია, რომ რაც არ ჩაუდენიათ, იმასაც იბრალებენ, რათა სახელი გაითქვან. რიზვან ბეის სიკვდილს თავზე ტყუილად არავინ აიღებდა, დავით. მაგრამ რადგან მათი სახელი იქნა ნახსენები, ახლა საკითხავი ის არის, მათ რიზვანის მოკლა ვინ დაავალა. ჰალილ იბრაჰიმ, რა სიტყვი? შენ კი ამბობ, ფიქრეთი არ იქნებოდა, მაგრამ ხომ შეიძლება თვითონ არ მოკლა, მაგრამ მკვლელობა შეუკვეთა. ზოგჯერ პასუხი სწორედ იქ არის, სადაც არ ეძებ ძმაო.
კეთილი იყო ძმაო. იაჰია მოვიდა? მოვიდა ძმაო, ზემოთ არის. იაჰია? კეთილი იყო ძმაო. რიзвან ლეტოს ვინ ესროლა შვილო? დურმუშმა? განა არ გითხარით? 1000 ჯერ მაინც გითხარით, რომ ცხენების დოღზე ვირი არ უნდა გაგეყვანათ. 1000 ჯერ გითხარით, რომ იმ მანქანიდან ცოცხალი არავინ არ უნდა გადმოსულიყო. გესმით? არ გითქვამს ძმაო. როგორ თუ არ მithქვამს? არ გითქვამს ძმაო, წახვედი და ამ საქმეში თავად გაერიე. ახლა მოდიხარ და ისე მელაპარაკები, თითქოს დამნაშავე მე ვარ. თითქოს ბრძანება მე გავეცი. ღვთისგულისათვის არ გინდა. თანაც კარგად გამოვიდა გოგო, ორსულად ყოფილა, რომ მომკვდარიყო მამამის გადავიმტერებდით. მისი ქმარი მოკვდა. მორჩა, თემა დაიხურა. ეს თემა ასე მარტივად არ დაიხურება. დურმუშს სადმალავთ. შენ თქვი, რომ ქალაქ გარეთ წაგვეყვანა. ვინ? შენ? მე? ო, შენ გითხარი, რომ დურმუში ქალაქ გარეთ წაგვეყვანა. შვილო, ხომ იცი, წნევა და შაქარი მაწუხებს. რაც თქვი ყველაფერი როგორ მემახსოვრება. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ძმაო, ეგ იქით დადგი. კარგი, სადაც უნდა გყავდეთ, მოიყვანეთ და პოლიციას გადაეცით. მერე პოლიციას რას ეტყვის? ენას კბილს ვერ დააჭერს. თქვას, რომ ის გოგო მოსწონდა, უყვარდა, თავი ვერ შეიკავა და ესროლა. დანარჩენს კი მე მივხედავ. მომისმინეთ მუსაბეი, არ მგონია ეს საქმე გამოვიდეს. იქ შაქარზე და წნევაზე დაიწყებ ლაპარაკს, მაგრამ კომისარზე ეს არ იმოქმედებს. შენ ის გააკეთე, რასაც გეუბნები. რიзвან ბეის სახელზე ყავის დალევა მაცალე. კარგი, კარგი, დაივიწყე. დაკრძალვის მერე მისა სამძიმრებლად მივიდეთ. აი, იქ კი ვისი ამოვნებთ. დედა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო მწუხარებამ ბრაზი ვერ გადაფარა, მაინც გითან აგრძნობ. ვიცი მამა როგორ გიყვარდა. და ვიცი ახლა როგორც განიცდი. ყველაზე უკეთ მე ვიცი, რა გრძნობაა. როცა საყვარელი ადამიანი გტოვებს. შენ ვერასდროს გამიგებ. მაგრამ კარგი. საკენეს უთხარი მოემზადონ, სახლში მივდივართ. რომელ სახლში? ჩვენ სახლში. დედა, თუ გახსოვს, მამა მის სახლი გამზეს მისა. აქ ამიტომ ვართ. მართლა? და მამა შენი სად არის? დედა, ღვთისგულისათვის, სახლის გამო ხალხის წინაშე ნუ შევრცხვებით. ახლა ყველა იფიქრებს, რომ მხოლოდ ქონებაზე ვფიქრობთ. თითქოს ვინმე სიკვდილი მინდოდა, ის სახლი განსვენებულს ეკუთვნის. ყოველდღე წინდაოგან ვიაროთ? არა. და მერე, ან გოგო წავა და ან ჩვენ. ნახოთ. კარგი. რადგან ასეა, ეს ფიქრეთ ლეტოს თავად უთხარი. ის არ მელაპარაკება, ზედ არ მიყურებს. შენმა ძმამ იცის, ყველაფერი იცის. ის უკვე დიდი ხანია იქ არის. ძადი საქინეს უთხარი. კარგი.
არ მესმის. კარგი, ჩემი მარტგული გაგიცივდა, მართალიც ხარო. შენ ზურგს უკან საქმეებს ვხლართავდი, მაგრამ მამა მოუკვდა. როგორ შეიძლება დას არ ჩაეხუტო? როგორ შეიძლება? ჩვენ ფიქრებზე ლაპარაკობთ. გარდაცვლილზე არავინ ლაპარაკობს, ყველა ცოცხლებზე ლაპარაკობს. ჩემი ქმარ-შვილის მკვლელი მოკვდა. თქვენ კი იმას არჩევთ ფიქრეთმა და ზეინებმა რა თქვეს. Demiştim ama. ეს უნდა გაეკეთებინა. სიკვდილის ღირსი იყო. İşte böyle kurşunlara დიდი ხნის წინ უნდა მომკვდარიყო რიзвან ლეტო. Zeynep geliyor. ზეინები მოდის. Gel kızım gel. მოდი შვილო, მოდი. Ne yapıyor ana? დედა შენი რას აკეთებს? Kötü hala. ცუდად არის მამიდა, მაგრამ თავს იმშვიდებს. Kendine bir icat. რას გულისხმობ? სახლში ვბრუნდებით. ეს როგორ? გამზე ხომ სახლშია? Taziye evi. გლოვა იქ არის. ჩვენ აქ რას ვაკეთებთო? Peki kalıcı mı gidiyor? დროულად თუ მუდმივად? Ona göre biz მომხდარის დროს ხომ უნდა გაითვალისწინოთ? Kızım. Ne Şöyle. kadar neredeyse bu dünyaya ნედი მეგონსესა ამოვიდა. Şimdi oraya gidip ახლა იქძავა. რიзвანი იქ აღარ იქნება. bir Allah. ამიტომ იქიდან ვეღარავინ გამოაგდებს. Bakın da eve ადექით სახლში მივდივართ. bardakları topla. ჭიქები აიღე. ახლავე. İnsan როცა ადამიანი ოჯახის წევრს კარგავს, kaybedince ფიქრობ ნეტავის უსიამოვნებები და ჩხუბი არ მომხდარიყო. bu kırılma Normalurad kadar verts ki olsaydı globo. diye düşünüyor. Doğru düzgün ადგილს ვერ სათბოულობ. acısını bile yaşayamıyor be. Haklısın abi. მართალი ხარ ძმაო. Ama მაგრამ küçük olsan როგორი düşünemem. გაბრაზებულიც უნდა იყო ის, მაინც მამა შენია. Ne diyor? რა ვთქვა? Allah'tan ღმერთმა ცოდვები მიუტევს. Ama მაგრამ შიგნით ახლა ქალია, რომელიც მუცლით მის karnında bebek. ის შვილებს ატარებს. ჩვენს სისხლს და ხორცს. Bir yandan ერთ მხარეს რიзвან ლეტოს დედაჩემისადმი დაუსრულებელი სიყვარული. ya ne zaman ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ბარედინზე არ მდგარიყავი, თუმცა მაინც ამ ქალებს შორის ვრჩები. abi ძმაო, ამიერიდან ოჯახის უფროსი შენ ხარ. herkes ყველა შენ მოგისმენს. მათ შორის ჩემი და დამლა. söylediğinin aksine bir თუ şey ვინმე yapıyor შენ olsa, წინააღმდეგ წავა, საფასურის გადახდა მოუწევს ძმაო. abi ძმაო, ათასობით ადამიანი იმის მოლოდინში იქნება, gözünün içine bakıyor. ფიქრეთ ლეტო რა სიტყვის. Yani შენ გზაჯვარედინზე არ დარჩები. 3-5 bin ათასობით ადამიანს, რომელიც თვალებში გვიყურებენ, გავუმკლავდებით ეუს, მაგრამ ეს ქალები ლეტოები არიან. ისინი ჩვენ ზურგს უკან იმოქმედებენ. და ამას რა ვუყოთ? idare edeceğiz? Baban örnek მაგალითი alsana. მამისგან აიღე ძმაო. Rahmetli ცხონებული babam ქალებს hiç შორის kalmadı. არასდროს აღმოჩენილა. Nasıl öyle yaşadı. იცხოვრა როგორც უნდოდა, მაგრამ ისე არ მოკვდა, როგორც მას უნდოდა. Neyse. კარგი. Niye yüzün gülmüyor kızım? რატომ არ გიხარია შვილო? Farkında değilsin galiba. Sevdiğin ვერ adam ხვდები, ailenin რომ içinde. შენი საყვარელი კაცი ოჯახის უფროსი გახდა. Sevdiğim adamın babası.
მგონი შენ ვერ ხვდები, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს მამა გარდაეცვალა. Öleceğiz kızım. ერთ დღეს ყველა მოუკვდებით შვილო. Önemli olan o güne. თავარია ამ დღემდე როგორ ვიცხოვრებთ. რიზვან ლეტოს კარგი საქმეებიც უკეთებია და ცუდიც. Fikret'in parlak. ფიქრიც არაჩვეულებრივი მომავალი ელოდება. ის ყველას უყვარს. Ayşe'den de kurtuldu. აიშესაც დააღწია თავი. ყველაფერი შენ მხარეს არის. Eğer çocuğumu aldırmasam... აბორტი რომ არ გამეკეთებინა, ყველაფერი ჩემ მხარეს იქნებოდა. Sen aldırdın. შენ Ayşe აბორტი de გაიკეთე, aldırdı, მაგრამ konu kapandı da ama აიშემაც ხომ გაიკეთა. Ayşe bir daha yapar. აიშე ვეღარ დაურსულდება. Ama sen yap. შენ კი შეძლებ. Bilmem anladın. იმედია გაიგე რაც გითხარი. Leyla geliyor. ლეილა მოდის. ლეილა, Ablam aradı. დამდამი რეკა. Ayşe abla Modien. hastaneden çıkmış აიშე საავადმყოფოდან მოდის გამზესთან ერთად. ახლა რა იქნება დედა ნარგის? აჯობებს ასეცებდიან დღეს თუ არ ვიჩხუბებთ. Biz buradayız. Hiçbir ჩვენ აქ ვართ. არაფერი მოხდება შვილო. terstir. Kırgın. ნედიმე გაბრაზებულია, თავს დამცირებულად გრძნობს, მაგრამ კულტურული ადამიანია. Neticede kardeşleriniz იცი სად როგორ მოიქცეს. bir tatsızlık çıktı. გამზე ხომ თქვენი დაძმის დედა გახდება. Gel canım yavaş. მოდი ძვირფასო ფრთხილად ჩამოდი. Evet. მოდი. Hadi otur. დაჯექი. Biraz. ცოტა დაისვენე. Ben şimdi bu evde... ამ სახლში რიზვანის გარეშე როგორ ვიცხოვრებ? Gamzeciğim. გამზე. Yerim ცხადია ახლა ამის დრო არ არის. söylemeyeyim dedim ama მაგრამ ნედიმე და დანარჩენები მოსასამძიმრებლად მოდიან. taziye evi diye tabii. Ne yapacağız? რა უნდა ვქნათ აიშე? Mümkün olduğunca merdivenden... ეცოდი კიბეზე მარტო არ ახვიდე და არ ჩახვიდე გამზე. Anlamadım. ვერ გავიგე. Bebekler doğana kadar... სანამ ბავშვები არ დაიბადებიან, საფრთხეში ხარ. Ama merak etme. მაგრამ არ იღელვო. Ben senin hep yanında... მე სულ შენ გვერდით ვიქნები. გპირდები. Nasıl yanında olacaksın kızım? მის გვერდით როგორ იქნები შვილო? Damla da bu თუ evde დამლა და olmasa, ფიქრეთი ამ სახლში იქნებიან. Anne benim sorunum დედა ის მათი პრობლემაა და არა ჩემი. Arkadaşımın kötü gününde yanında მეგობარს olacağım რთულ დღეებში გვერდით დავუდგები. tabii. Çekemeyen ვისაც არ მოწონს შეუძლია წავიდეს. Sağ ol Ayşe. გმადლობ აიშე. Babamlar მამა მოდის. Fikret oğlum başımız ფიქრეთ შვილო ვიზიარებ. Dostlar. გმადლობ მამანესიმ. Başınız ვიზიარებ ფიქრეთ. Dostlar. გმადლობ ბიძია. მოდი. Jandarmayla პოლიციას ველაპარაკეთ. დაკრძალვას ხვალ შევძლებთ. ბიჭები საფლავს ამზადებენ. რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ ფიქრეთ. შეგიძლია არ ინერვიულო. მადლობთ. konmayın. Peki bir haber ვიცით ეს ვინც ჩაიდინა. კომისარმა რამე თქვა? Biliyor mu komutan? Komutan კომისარს არ უთქვამს, მაგრამ ყველა კიკოების ოჯახს ელაპარაკობს. Onlar ეს როგორ გაბედეს? თავი ვინ გონიათ? daha düne kadar ჯერ კიდევ გუშინ მამასთვის მუშაობდნენ. კურს მისი წყალობით ჭამდნენ. მართალი ხარ ფიქრეთ, მაგრამ ხომ იცი ხალხი როგორია? bilirsin. თავარი ის არის, ვინც იხდის. Ya iyi de baba. ო მამა, მაგრამ მამა რიზვანის მოყვლისთვის ფული ვინ შესთავაზა? კარგი დაუშვათ ვიღაცამ რიზვან ლეტოს მოყვლისთვის ფული გადაუხადა, მაგრამ რიზვან ლეტოსთან რომ მისულიყვნენ, Zaten ორჯერ მეც მიიღებდნენ. Hele biz ჩვენს უკანასკნელ ვალს მოვიხდით. მაინც გავიგებთ ეს ვინ და რატომ გააკეთა. bu işi kim მერე yapmış, niye თქვენც გააკეთებთ იმას, რაც საჭიროა. yapmış? Sonra siz gereğini yapın. ხომ ასეა?